ჰაი, დილამშვიდობის გოგოებო, მოვემზადეთ, მე ვეღარ ვსუნთ გამოდამარიკო, ახლა 800 უკლია 20, დილით, ეგრევე, 7-15 წუთი უკვე აბაზანაში მქონდა ტყაპუნი გადენილი, ჩამოვედით, ვარა მარიკო, წამოყო თავი, 8 წუთები იყო, დეო უკვე გავიღვიძეოთ, მეთქი შვილი, რა ხდება? მე ცოტა მიიძინა და მოკეთ ამ ეტაპზე ვართ. ხო და ცოტა ხანში იმას ვიზავ, ჩავიცვამთ და წავალ სამსახურში შრომის დროა, ხალხო შრომის. დღეს ნახოთ როგორ იქნება. აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ ჩემი ახალი მოდელი, რომელსაც ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ძვირფასი თვლებით და სხვა რაღაცებითაც დავამზადებ, როგორც არის ფირუზი დაპრესილი, ასევე მოკლედ მარჯანი და სხვადასხვა. ხო და ერთი სული მოქვს, მოკლედ ამ მოდელს როდის გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, ზოგი თუ ღირს 35 ლარი, 35 ვერანაირად ვერ ეღირება და რა თქმა უნდა, მასაც ეყოლება თავისი მომხმარებელი, ვინც იცის ამ ყველაფრის ფასი რეალურად. თუმცა არ ძალიან ძვირი, მოკლედ. ახლა უნდა წავიდე. ხელები კარგად უნდა დავიბანო, მე უნდა დავიტენიანო. ყავა უკვე დავლიე, რატომღაც დილაობით დავიწყეთ ისევ ხოჭს რა ვსვამდი. ისევ ყავის დალევა და არ ვიცი რატო დავიწყე. მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვართ, მოკლედ. გუშინ დედის დღე აღვნიშნეთ, ოღონდ ვერ დავამონტაჟე ვერაფრით, გოგოებო, ვიდეო ვერ მოვიცალე. აი ვერ მოვიცალე, რომ დამემონტაჟებინა რა. ხო და გუშინ აღვნიშნეთ მე და ჩემო მეუღლემ დედის დღე, მწვადით, მჟავეული, ყველით და აერშო. ხო და მოკეთ ეს ჩაიარა ჩვენმა დედის დღემ. გუშინ ხო და მე აი არ ვიცი რატო ვერ დავიძინე 2:15 წუთი იყო ჩამეძი რავი რა მემართა გავიტყდა ძილი რაღაცნაირად და 2:15 წუთი იყო აი უკვე თვალებს ესეშრობოდი და დღეს მაინც აი ეგრევე დარეკა რა მაღაზია და ბანოში ვიყავი ბაზანაში წავედით ნიერი დღე ჰაი საღამოშიდობის მეგობრებო, როგორ ბრძანდებით, ხართ ყველა კარგად ჩემსავით ნარიადულად და ტრენდულად და რა ქვია, რა ვიცი, მე ვითომ ახლა ის ვიყო ტანწერწე და გადებით უსკდები დღე და ღამე. როგორ ბრძანდებით? ესე იგი უდიდესი ვლოგი დავდე, აი მართლა დიდი ხანია ამ ხელა ვლოგი არ დავიდია და ცოტა ვიუხერხულე კიდეც იმღელა იყო. და უფრო მეცაც გეტყვით, ძალიან ბევრი ვიდეო არ დავამონტაჟე, რაც მასალა მქონდა, მოკლედ, იმიტომ რომ უდიდესი, გოდი, საათ ნახევრიანი იყო და მოკლედ რაღაცა მოვაწებე და ზედმეტი რაღაცები მოკლედ მოვაშორე რა, რაც კარგი იყო რომ ყოფილიყო, მაგრამ ძალიან დიდი იყო. მეთქი რომ ვლოგა დავდებდი, მაგრამ ვის ქონდა მაგის ნერვები გეღვაწები დეგენი მე ხო ეხლა საათ ქონდა მაგის დრო. სახში მოვედი, ყავა, ბედნიერება. ყავა ხალხორის ბედნიერება, მაგრამ ამაზე მეტი ბედნიერება იყო მწვადი რომ დავაყოლე რომ მოვედი ეგ. გუშინ ხო მწვადის საერთაშორისო დღე მოვიწყეთ ოჯახმა დედის დღესთან დაკავშირებით და მოკლედ დარჩენილი იყო და მივირთვი მშვენივრად ბედნიერად გადავიფინე ბეჭდზე. ახლა სიმართლე გითხრათ, ძილის მეტი არაფერი მინდა, მაგრამ რო გადავხედე იქით საყური შეკვეთები მილაგია მივხვდი რომ ძილი ჯერ ვერ. აი ისეთი საოცარი საყური გავაკეთე ხალხო. ისეთი საოცარი და ისეთი ლამაზი. ეს რო არ გაჩვენოთ ისე როგორ წავალ ახლა აქედან. მანამდე ყავა დავლივთ. და ჩვენი სომხური ქადა, რომელზეც ვგიშდები, რა ვიცი, რაც მაგ მაღაზიაში კი არა და საცხობში შეიტანეს ეს და აცხობენ იმის მერე ვყიდულობ მე ვქონდით დაახლოებით. უხაზე უკან მირტყავს რაღაცა.
შემცირდა მგონი. ამეტანი ახლოს ვარ კამერასთან მომსკდარი მე მაპატიეთ. რიგი მიზეზების და გამო. კარგად. თუ არ იმას ყეში მეჩხერება ხოლმე ეს დავღეჭი. დამჯდარი მქონდა. ახლა დავწენე. იმდენი რომ ცოტა გესაუბროთ რა. მეტი რა. და რა თქმა უნდა, აქამდე ვერ გამოიჭიმებოდა შესაერთებელი. გამოვაწერე. ეს გამწარებული ვარ. ის გაცოფებული ვარ, ხა ხო ვიცინე. წეღამდე გენახა თოპირი ჩამომტიროდა. ის მომიშალა ერთხელმა ნერვები. მეთქი ხა მოკიდე ფეხებში ხელი. ჯამრთელობა და თავის ყვავილებიანად რასაც ყიდე და გაისროლე ქვეყნიდან. აი ეგ მინდოდა ზუსტად. მოკლედ გოგოებო, მეტროში მარიკო მითხრა, რომ ის მუნდოდა რა ქვია, ყვავილი. და მითხრა, რომ და ყვავილი მიყიდე, იმიტომ რომ მინდა რომ შენ გაჩუქო. რა თქმა უნდა. მივედი. ამოვარჩი ერთ-ერთი. გამომშალი ყვავილები როა ეგ. ხო, დედიკო ისავი, ხო მე ვესაუბრები ვეკითხები ბავშვს. ხო და მეკითხება ეს გინდა. არ ვიცი ქალბატონო, აი ჩემი შვილი რომელსაც იტყვის, მეთქი იმას ავიღე. გადავიხადე თანხა. და უცებ მოწმენდი ცაზე მეკითხება. შენი შვილია? მეთქი, რაც აგვთ გავართ დედა და შვილოს ეძახით ერთმანეთს მევთხარ. რა ბებო და რა შვილი მევთხარ. არაო კაცო, საწყენად კი არ მithქვამსო, რომ ასაკში ხარ და მაგიტო კი არ მithქვამსო. ანუ ბებერი ხარო და მაგიტო კი არ მithქვამსო, ესე იმას მიშვებ. უბრალოდ დამაინტერესა. აი ისე გამწარდი. ვერ აგიხსნით ხალხო. სიტყვებით ვერ აგიხსნით. რატომ ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი წონა თუ გაქვს, აუცილებლად ბებია ხარ? ანუ დედასთან ასოცირება არ არის, ბებია ხარ. რა რით ვერ შევიგნეთ, რომ ჯერ ერთი ვინ უკაცრავად მიგდიხარ, ეხა ვინც გინდა ის იყავი რა, სადაც კომუნიკაციაში რატო შემოდიხარ? არ მაინტერესებს, აი პირდაპირ ვიცახი, არავის კომუნიკაცია. მოვედი, მინდა ვიყიდო რაღაც, მომყიდე გამიშვი, ეხა შენთან დავდგე და ვიჭორაო 3 საათი, მაგისთვის არ მოსულ ვარ. მერე მაღიზიანებ შენი საუბრით, იმიტომ რომ ბავშვს დავჩერებიო დედა, თქო ბებია ხარო მეუბნა, ანუ ძალით მიკეთებს, ანუ ამ დროს მგონია ადამიანები, რომ ძალით უნდათ რომ გაგაღიზიანონ, აი არ ვიცი აბა ამას ბუნებრივად რანაირად იზავთ ხალხო და მაგას თავი დავანებოთ, აი გინდა ბებია ვიყო, ანუ ვინ კითხავს ხალო? ვინც არ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა ყვავილს ყიდი თუ რა ვიცი ეიფელის კოშკიდან დაეშვები, ჩემთვის აი არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ვერავის ვერ განვასხვავებ ამის გამო. არ მაინტერესებს. არავისთან მე არ ჩამოვდგები და კომუნიკაციას არ გავაჩაღებ. მომყიდე გამიშვი. არ მინდა ეს ზედმეტი კომენტარები. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან და ასე შემდეგ და მეც ძალიან ხშირად ვეუბნები და ეს ბუნებრივი ამბავია და ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ არ არის რა ჩემთვის ახლა ეს კომპლიმენტი რა. არ არის ძალიან მაღიზიანებს ეგეთი რაღაც, რომ ვინა ხარ ქალა, ხო ხარ ღირსი გამოგლანძღო. გაღვიზიანდებ ისე ეგეთ რაღაცეებზე, აი კონტროლს კარგავ გოგოებო, აი რომ მინდა რომ
რაღაცა თავი შევიყავ, კონტროლს ვკარგავ და ავდექი მე და წამოვეხოხიალე და წამოვედი სახში ნერვებ მოშლილი. რომ ისეთი ვერაფერი ვერ ვუთხარი, იმიტომ რომ მის ასაკს ვიცი პატივი. თქვენ უკაცრავად რამეს ცემთ პატივს? რაში მჭირდება ხა შენი ტექსტები? ვერ გავიგე. ჩემს ასაკში კი არა, ჩემზე პატარა ასაკში ხდება ადამიანი, კაცო, ბებია, მაგაზე კი არ არის საუბარი. ჩემი და ქალი ორი შვილიშვილის ბებია არის, რომ შეხედავ, რომ დაგანახათ ხალხო მილიონი წელი. ვერც კი გაივლებთ გულში, რომ ამ გოგოს შევაყავდეს შვილიშვილები. რომ დაუყენო მარიამი, ყოველას მისი შვილი ეგონება, იმდენად ვერ მიხვდებით, რომ შვილიშვილების პატრონია ეს ადამიანი. ამიტომ თავად ადრე გათხოვდა და მე ბავშვები გოგონა გავთხოვდა ადრეულ ასაკში. და რა თქმა უნდა, ხო და ის რომ ბებია ხარ, ამას რო გეტყვიან, ეგ სხვა ემოციაა და ჩემ შემთხვევაში სხვა ემოციაა, ხო? როგორ გეტყვიან და რანაირად გეტყვიან და რა ქვეტექსტით გეტყვიან. მე ყელში ამომივიდნენ რა. თავი მომაბეზრეთ. ასეთმა ხალხმა თავი მომაბეზრეთ. ანუ გასაგებია, რომ იმ ქვეტექსტით არ მეუბნები. თუ რასაც შემდეგ ასე თქვენ, რა შვილიშვილ სხვა ქვეტექსტით მეუბნები. და ეს კომპლიმენტი ნამდვილად არ არის. ძალიან ყელში მომაწვა. მეთქი ხაი არ ვიცი რას ვიზავ თქვენ ფიქრობდი. ზუსტად. მომიწამლა ხასიათი არ და რა კარგი ხასიათზე ვიყო. აღარ მინდოდა არაფერს ცუდ ხასიათზე დამაყენა. თუნდაც იწოთილოცა. მისის ყვავილებს იქ დაუყარეთ, ეს კი არა. გამაესიანა. შეიძლება მითხრათ, რომ რაზე იშლი ნერვებს, მაგრამ ჩემ მდგომარეობაში რო იყოთ და ჩემ სიტუაციაში რო იყოთ, არ მგონია რომ ეგე თქვათ, რომ უკაი რაზე იშლი ნერვებს. არ იტყოდეთ. ზოგადად ადამიანებს უტაქტობა საზღვარი არ აქვს, ზოგადად. სრულად უცხო ადამიანი მოვედი რაღაცას ვყიდო და თავ ჩქარობ. ანუ მეტყობა რომ ჩქარობ. ჩამომიგავ ჯარის მეგობარებით. მე თუ მეტყვის რომ ეგ ნერვოზის ბრალიაო, კი ბატონო. მაგისაც თულად ყველაფერი მაგის არ არის. რა ვქნა ხო გულზე მხდება რა, მხდება კაცო. ანუ რას ნიშნავს ხა ისეთ სუდად გამოვიყურები რომ დედა ვერ წარმოგიდგენი ვარ? ანუ ზუსტად მაგას ნიშნავს რომ აი ვერ წარმოგიდგენი შენ დედა ხარ? ანუ რომ უი დედა ქალო რას გავხარ დედა მგონი ხარ, იმიტომ რომ შენზე მეტი ვარ კილოგრამით. სანამ მოკლედ ტელეფონის შტატივი მახო მომკლა კაცო. სანამ დავიცინებთ და მოვა ჩვენი
დასვენების დრო, როგორც დაგპირდით, საყურე უნდა გაჩვენოთ, უცებ გამახსენდა და აიმე, ხალხო. ანუ ერთი კვირა დამაძინეთ, ხო შეიძლება, რომ აი არ გავიღვიძო ერთი კვირა. აი ორგანიზმი რომ მომიტუნდეს. კარგი, ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ იმ ორ მოდელს, რომელი მოდელების გამოც ძალიან ვამაყობ. არის აი ხო ძალიან მომწონს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ აი ამ ნამუშევრებშიც არის რა თქმა უნდა ფავორიტი ნამუშევრები, რა თქმა უნდა. იმებს მერე გაჩვენებ და ზოგადად ჩემ ფავორიტებს მერე კარგად ჩამოგირაკრაკებთ, მაგრამ ახლა ორი რო არ გაჩვენოთ, გავგიჟდები. ერთი უკვე დასრულებულია და მეორეს უკანა მხარე დასასრულებელი აქვს, მაგრამ უნდა გაჩვენოთ. ეს გახლავთ ის პირველი მოდელი, რომლის გამოც კი არ ვამაყობ და ვგიჟდები და ვაფრენ ისე მომწონს და მე ვფიქრობ, რომ იდეალური, აქ ახლა არ ჩანს კარგი ვარდისფერი, რო აი ესენი არ ჩანს. ახლა განათებას ჩაუწია და გამოჩნდა. ნახეთ, აი აქ რო არის მკვეთრი ესეთი ფერია ზუსტად. არის ულამაზესი ხალხო, ძალიან მომწონს. ანუ აი მინდა რომ გავიკეთო. ისეთია, მინდა მეკეთოს ქვია. გინდა რომ გეკეთოს. უსაყვარლესია. და თან ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცები კონწიალობს აქ, რომ ფიქრობ, რომ ეს უფრო განსაკუთრებულს ხდის და ძალიან მიმზიდველს. თქვენ რას ფიქრობთ? მოკლედ, ეს არის პირველი ჩემი მოდელი. იმ მოდელებს შორის, რომელიც არის ჩემი ფავორიტი. ახლა გაჩვენებთ მეორე ფავორიტს, რომელსაც ვფიქრობ, რომ მეც გავიკეთებ. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი არ არის ძალიან იაფი. მადლობა დე, ასე ვთქვათ, ეს ხვანასთვის არის, შეინახეთ. ეს იცილისთვის არის? ეს ანას და ეს ანას. კარგი დედი, იქით გადაალაგე. ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, თავს შევიკავებ, რომ ჩემთვის გავიკეთო. და რაწამსაც გავყიდი, მოკლედ, რომელიმე მოდელს არ აქვს მნიშვნელობა ჩემი საყურების რა მოდელს აბადო გიქნებთ, რო იქნება. მე აუცილებლად შევიძენ ჩემთვის, რომ გავიკეთო ნაირ-ნაირები ესენი, ახლა რასაც მე გაჩვენებთ. სხვადასხვა სტილის, ერთი-ორი სტილის მინდა რომ გავიკეთო ჩემ წარმოსახვეში რაც მაქვს. ესეთი აუცილებლად უნდა გავაკეთო. ნახოთ, თუ იქამდე არ გადამინდა, ან თქვათ სხვა ქვები, ან რაღაცა სხვა რაღაცები მომეწონა და იმით შევავსე. აი, არ ვიცი რა, მე გეუბნებთ ამ წელს რაც მინდა. თუმცა ახლა რაც უნდა გაჩვენოთ, ეს ძალიან მინდა და კიდე რაღაცა სხვა მოდელი გავაკეთე გუშინ, რომელიც ასევე გადავიდე, ისე მომეწონა. მე ამ თქნარება ხალხო მომკლა და შემთხვევით დამუშავების დროს მაკრატელი გამოვდე და გაწყდა. და მე ნერვი აღარ მეყო, იმდენი მეწვალა, რაც იმერთზე ვიწვალე და ამიტომ თავი დავანებე. ამიტომ ახლა იმას ვერ გაჩვენებთ. ახლა გაჩვენებთ მეორე ვარიანტს. აი ეს ღირებული რო არ და ძალიან რომ მიყვარს. თუმცა არც ეს არ არის ესეთი, მაგრამ ეს უფრო მეტად. და უკანა მხარე, ანუ გასაყრელი და ისინი არ აქვს, წინა მხარე დავასრულე, დღეს დილით, ხოთაშორის, ბოას წარი დღეს დილით ბოლომდე გამოჭრა და წარმოგიდგენთ პრინცესას. აი, უბრალოდ გიჟდები, ისე მომწონს და იმ დონემდე მომწონს უბრალოდ, აი ვერ ავხსნი, რა დონემდე მომწონს, აი უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია. მე ხანძრებით გავაკეთებ. ძალიან ლამაზია ხალხო, აი ძალიან საყვარელია, ძალიან. ერთ სულ უკანა მხარესაც როდის გავაკეთებ, მაგრამ დღეს ნამდვილად ამისი ნანერის არ მაქვს. მიშველეთ ხალხო, ორივე. რას ფიქრობთ, როგორი მოდელია გოგო?
ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საყური გახდება უცადეთ სამოვანათო რამენაირად პორტრეტის რეჟიმში მცვალე, იმიტომ რომ საყური აღარ ჩანდა. ეჭვი მაქვს, რომ ეს საყურე გახდება ჩემი ძალიან ისეთი საბოდიალო საყური, ესე რომ ვთქვათ, აი ზაფხულს რომ დააკვდება, რესტორანს რომ დააკვდება და ზოგადად ყურს რომ ძალიან აკვდება. ჩემი კუწურიე. ასე გამოიყურებიან ქალბატონები. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრია აი აქ ასხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც გონიათ ხოლმე, რომ 15 ლარად შეიძლება ხა ამის გაყიდვა და უკვე რატო შეიძლება ვერ ვყიდით და აი სასაცილოდ შეიძლება არ მეყოს ეგ რომ ვინმე მომწეროს. რადგან მომწერის იმაზე ხო შოქში ვარ და აი ამაზეც რომ მომწერონ შეიძლება გადავყირავდე. იმედი მაქვს ამ სისულელეს არავინ არ მომწერს. ხო და მოკლედ ეს ორი მოდელია, რომელიც ძალიან მომწონს და ერთ-ერთი ხახო კერ მეძინება უაზრო მტკნარება ამიტყდა და რა ვიცი ბრალი არ ვიცი. აბა რომელია თქვენთვის უფრო მისაღებისა მე აი რომელია უფრო თქვენთვის მისაღები ეს უფრო ისეთია კუსკუსა არის აი ეს გავიგე ეს ცოტა უფრო კიდე სხვა სტილია როგორც ხედავთ და ეს კიდე ისეთია რა რომ ანუ თითქოს ამას ბევრგან გაიკეთებ და ამას ვერ თუ პირიქით აი არ ვიცი გააჩნია რა ხო და ძალიან ვამაყობ დღეს უნდა მივწერო აი ესე ცანას გამომსადე ორივე ჩემს გამომწერს მაყურებელ მე ანას ძალიან გავუხარდება თუ მიყურებ შენი შეკვეთა სად არის გამეხა სახე შენ შეკვეთა სად არის ჩემი სახე სხვადასხვა ვისი ფულით წინწრებად შევიტანე ბარემ მე წავედი ნაწილით რაღაცები მოკლედ ძალიან ბევრი მასში ვარ გახლართული ეს არ დაგიმალავთ და ეს თვე რადგან მქონდა ფინანსურად კარგი და ნუ შოკიში ვერ ჩავარდებით, მაგრამ იმასთან შედარებით რაც მაქვს ხოლმე კარგი გვია ამ თვეში რაც მქონდა ამიტომ ბანკი იყო თუ რა იყო ცოტა მეტად შევეცადე რაღაცები დამეფარა ახლა ერთი წამით საუბრობ და კი ახლა მაგალითად 60 ლარი მაქვს საყურის სასაღები მაგრამ იმ 60 ლარი და რა თქმა უნდა არაფერი არანაირი ბანკი და არაფერი არ მოიაზრება გარდა იმისა რომ მასალები უნდა მოვიტანო და რაღაცები უნდა მოვიტანო უკეთესეთი ამბებია გოგოებო ხო მინდა გაჩვენოთ მარიკოს დამზადებული აქსესუარები რომელსაც თავად აწყობს ხოლმე თქვენიც რო იყიდება ცალ-ცალკე ყველაფერი და ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ ააწყოთ ხო და ეს არის მარიკოს ნამუშევარი მეორე გახლავთ დედი აქ აღარ გეყო ხო თვლები აღარ მინდა ისედაც არ გინდო და კარგი დედიკო მეორე ვარიანტი და გახლავთ ასევე ყელსაბამი მარიკოს მიერ დამზადებული და ვფიქრობ რომ რეალიზება ხო არ დავაწყებინა მოგით რა თქმა უნდა კი ბატონო ის ვარდისფერი მომიტანე რომ აჩუქედე ტუსადე მარიკო ის ვარდისფერი მარიკო ყურადღებით რასაც გეუბნები თუ შეიძლება მომისმინე ყელსაბამი რომ აჩუქე მომიტანე ეყვავილიც მომაწოდე მერედე კაი დედიკო რა ვიცი მადლობა
ეს მაჩუკა მარიკო. აქ არ ვიცი რაღაცაა გამობული ძაფი თუ რაღაცით არ ვთ გადაბული ვერ გამოვერკვიე ვერ კი მოვაჭრე მაგრამ ხა კი ხედავთ რაღაცა მობული ზემოდან დევს მანდ მოძებნე მანდ ვედევს და მაღლა კიდია ვერ აწუდები შანსი მაგისი არ ვერ აწუდები გადმოდი მანდიდან არ გადმომივარდე მანდ ანუ რო საუბრობ არ გესმის თუ რა ხდება მანდ ვერ მიხვალ ძალიან მაღალზეა ჩამოკიდე ხო აი ეს ყვავილია ჩემა გოგომ რომ მაჩუკა მარიკო თუ ჩამოვარდი აი შენ თავს ფიცავარ არც კი შეიმჩნიო რომ რამე გეტკინოს იმიტომ რომ პირდაპირ გაიხედე ხო თუ ხედავ კარგია ჩამოდი მე ჩამოვიდან მე ძალიან მიყვარს მსგავსი სტილის საყურეები ყვავილები გამომშრალი და ასევე მიყვარს აი დამჭკნარი როა არა თუ გამომშრალი დამჭკნარი ყვავილები როა ხო ხვდებით აი წიგნებში ვდებდით ხოლმე ადრე ჩვენებური ჰერბარიუმებს რო აკეთებდით დაახლოებით ეგეთ რაღაცას გეუბნებით რა და ძალიან მომწონს ნახეთ როგორ ლამაზი და ხასხასა ეს იმ ქალეროა მიშალ ნერვები იმასთან ერთად აი ასვიზავ რამენერად მოვინელებ ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო ესენი დარჩენილი მაქვს რგოლები გონი 1-5 ცალი თუ რაღაც ძალიან ცოტა მარიკო დაანებე თავი მეტი აღარც არის ესენი იმიტომ რომ რეალურად 12 13 14 15 18 ცალზეა ჯემოთ 18 დამჭერენ ჩემ მაყურებლები რომ ავაწვე აი ეს ციგნს რამდენ ქულას დაუწერთ მარიკოს რა ქულით შეაფასებთ მარიკოს ნამუშევარს ამას გეკითხებათ ჩემი გოგო და თქვენ დამიწერეთ და მე გვპირდებით რომ აუცილებლად გადავცემ მარიკოს თქვენს დაწერილ კომენტარს ახლა კი დაგემშვიდობებით იმიტომ რომ გონზე აღარ ვარ აბა რამდენი ფულა და იქ არ ვიცი რამდენი ქულა გოს დაგვიწერენ ხვალ და მე შენ გეტყვი კარგი საყვარელი